რომ შენ თუ გამიზნულად არ იპოვე შენზე მაგარი ხალხი, ჭყალებს შენზე მაგარი იმ კუთხით, რა კუთხითაც შენ განვითარება გინდა. ინგლისური თუ გინდა უკეთ იცოდე, შენზე მაგარი მოინგლისურეები. თუ გინდა რომ მეტი ფული გქონდეს, შენზე ფულიანი ხალხი. თუ გინდა რომ ბიზნეს ფლობელი იყო, ბიზნეს ფლობელი ხალხი. თუ გინდა რომ დიპლომები და აკადემიური ხარისხები გქონდეს, შენზე მაღალი აკადემიური ხარისხების მქონე ხალხი. მოკლედ, შენ თუ გამიზნულად არ იპოვე იმ ხალხს, ლოგიკურია რომ სხვები გიპოვნია შენ უფრო დაბალი განვითარების დონეზე მყოფი ხალხი, ვისაც უნდათ შენ დონეზე ამოსვლა. ანუ მე რომ გავხსნა, ასე ვთქვათ, და სპეციალური ძალისხმევა არ დავხარჯო, წესით ჩემკენ მომაგნიტდება არა ჩემზე მაგარი ხალხი, არამედ ჩემზე ვინც გასწორდება და ვისაც უნდა ჩემ დონეზე ამოსვლა. რაც მათთვის იქნება ძალიან კარგი და ჩემთვის შეიძლება იყოს ძალიან ცუდი. იმიტომ რომ მე ჩემზე ნაკლებად კარგი ხალხი, ვისაც ჩემგან უნდა სწავლა, შეიძლება ვერ შემმატოს ვერაფერი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. ამიტომ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ გამიზნული, intentional უნდა ვიყოთ აი ამ networking-ის საკითხში. იმას კი არ ვამბობ, რომ თქვენი ძველი მეგობრები დაივიწყოთ და ასე შემდეგ, მაგრამ საქმიან წრეს რაც შეეხება, თუ გინდა განვითარება, მოგიწევს რომ იზრუნო შენს საქმიან წრეზე.